რა საერთო არის სხვადასხვა კონფესიებში, სხვადასხვა რელიგიებში ჩვენ ხო გავიარეთ წინა კურსში 5 ძირითადად თუ 6 რელიგია. აი ამ რელიგიებში როგორია ბოროტება? ანუ ერთნაირია თუ განსხვავებული? ეს რომ ნახოთ, ანუ ბოროტების აღქმა ქრისტიანულ თვალსაზრისით, ბუდისტური, ინდუისტური და რა ვიცი ასე შემდეგ რა. როგორ ერთნაირია თუ განსხვავებული? ღმერთის აღქმა განსხვავებულია მეტნაკლებად, ხო? და აი ბოროტების აღქმა ცოტა გავართული შეგვიძლია. ელებიო კარგი შეკითხვა. დავიწყოთ ინდუიზმიდან და მერე გადავიდეთ აბრაამეულ რელიგიაზე. აბრაამეული რელიგია არის იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი. დანარჩენს რაც შეეხება, ხა ინდუიზმში მაგალითად ბრაჰმას ძინავს, მაია აძინებს, გრძნეული პრინციპი. და ყველაფერი, რასაც კი ჩვენ არსებობას ვეძახით, იქ სიტყვა არსებობა არ არსებობს. სიზმარია, რეალობა არ არსებობს. ბრაჰმას ვესიზმრებით ჩვენ. და მთელი ეს ბრძოლა შიგნით ხდება. და იქ მერე ამ ბრაჰმა არსებობს ვიშნუ და არსებობს შივა. ბრაჰმა არის მიზეზი ყველაფრის ამ სიზმარში ისევ და ისევ არსებობის. ვიშნუ არის აღმშენებელი ძალა და შივა არის დამანგრეველი ძალა. მარადიული ბრძოლა მიმდინარეობს ამ ასე ვთქვათ შივასა და ვიშნუს შორის და ყველა მის გამოვლინებებს შორის და ის კრიშნა და სხვა ავატარები, ყველა ბუდაც ერთ-ერთი ავატარად ითვლება ვიშნუსი, რომელიც კონკრეტულ ისტორიულ მონაკვეთშია მოცემული და ოდესღაც არის ეს, იქ ციკლურია, იქ არასდროს არ დამთავრდება ეს. გახსოვთ რომ ვთქვით, რომ 12000 წელი მიმდინარეობს ოქროს ხანა, 12000 წელი სპილენძის ხანა, 12000 წელი რკინის ხანა და სიბნელის ხანა და ეს სუტრიალებს ბრაჰმას სიზმარში. არასოდეს არ დამთავრდება. ეს არის ინდუიზმი. რაც შეეხება აბრაამეულ რელიგიებს, იუდაიზმს, ქრისტიანობას და ისლამს. აქ ბოროტება არის დამახინჯებული სიკეთე სამივეში. დაცემული ანგელოზის შემოტანილია ბოროტება და მერე ადამიანმაც არჩევანი გააკეთა. მაგრამ ისლამში ანგელოზი კი არ დაეცა, იქ არსებობენ ჯინები, ესე იგი არსებები, ნეიტრალური არსებები, რომლეთაც ჯინებს აქვთ თავისუფალი არჩევანი. ანგელოზებს არა ისლამის თანახმად. ეგენი ცულიერი არსებები არიან ჯინები და ერთ-ერთი ჯინი არ დაემორჩილა ალაჰს და გახდა შეიტანი, ანუ ვოლანდი სატანი. მაგრამ საბოლოო ჯამში ამ რელიგიებში ყდრეთით აღდგომის შემდეგ მეორედ მოსვლისას, იუდაიზმი ელოდება სხვა მესიას, მაგრამ ქრისტიანობაში ეს ის არის ზუსტად ქრისტე. ესქატოლოგიური პერსპექტივით განადგურდება ბოროტება. ღმერთი გაიმარჯვებს დამახინჯებულ სიკეთეზე, ანუ ბოროტებას.